სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელის უძღების შვილის კვირიაკეს. ხორცი და სული. სახარების კითხვისას თქვენ ისმენდით ქრისტეს იგავს უძღების შვილის შესახებ. ეს გახლავთ ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფასდაუდებელი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იგავი და მე მოვალე ვარ განგიმარტოთ ის. რატომ უწოდე ამ იგავს ფასდაუდებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მისი მეშვეობით უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ყველაზე მნიშვნელოვანს. იმას, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება. გვასწავლის იმას, თუ რა უნდა მიგვაჩნდეს აუცილებლად და საჭიროდ ჩვენს ცხოვრებაში. რატომ წავიდა უძღების შვილი მამის სახლიდან? ამ სახლში ღვთისმოსაობას უფევდა. მასში ყველაფერი იყო სუფთა და წმინდა და შრომის მოყარე ცხოვრებით ცხოვრობდა მამაცა და უფროსი ძეც. უმცროს ძეს კი ეს არ მოსწონდა. მას არ სურდა ღვთისმოსაობა. მას არ უნდოდა უფლისადმი მიზღვნილი ცხოვრება. ისწრაფოდა სიამოვნებისა და სიტყვებისაკენ. ისწრაფოდა ცხოვრებისაგან მიეღო სიხარული და საერთოდ არ ცდილობდა, რომ მუდმივი ლოცვითა და მარხვით ემსახურა ღვთისთვის. აი ამიტომაც გადაწყვიტა წასულიყო მამისეული სახლიდან. ამიტომაც თხოვდა მამას, რომ მიეცა მემკვიდრეობის მისთვის განკვეთნილი ნახევარი და მიიღო თავისი წილი და წავიდა და ცხოვრობდა ისე, როგორც მის ხორცს მოესურვებოდა. ისწრაფოდა მხიარულებისაკენ, სიამოვნებისაკენ, ისწრაფოდა ხორციელი ტკბობისკენ, დაიწყო მრუშობა და გარყვნილი ცხოვრება. მთელი თავისი ქონება მეძავ ქალებთან, მემთვრალეებთან და თანამეინახეებთან გაანიალა. მაგრამ როდესაც სასტიკი შიმშილი დაიწყო იმ ქვეყანაში და მას მთელი თავისი ქონება უკვე გაფლანგული ჰქონდა, მაშინ საშინლად შიმშილობდა უძღების შვილიც. მაშინ სულ დაბეჭავდა და გაუბედურდა. იქამდეც კი დაეცა, რომ ღორები უნდა ემწყემსა და მათთან ერთად ეცხოვრა და მოხარული იქნებოდა ღორების საკვებით მაინც რომ დანაყრებულიყო, მაგრამ იმასაც არ აძლევდნენ მას. აი რასთან მიიყვანა იგი ხორცის მსახურება, ხორცის ლხენისა და მაამებლობისაკენ მისწრაფება. ეს ჩვენთვის დიდი გაფრთხილებაა, რათა ვიცხოვროთ არა საკუთარი ხორცისთვის, არა მიწიერი სიამოვნებისა და ტკბობისთვის, რადგანაც თუ კი ისე მოვიქცევით, როგორც უძღების შვილი, თუ კი ვიქნებით მსახურნი ჩვენი ავხორცობისა და ვნებებისა, მაშინ უცილობლად სასტიკად დავეცემით და ვიცხოვრებთ იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ემსგავსებიან ღორებს, გარყვნილებთან, ქურდებთან, მეძავებთან, მკვლელებთანაც, მექრთამეებთან, ცილის მწამებლებთან, ფიცის გამტეხებთან ერთად. ადამიანთა მოდგმის ყველა ნაძირალა შორის ვიცხოვრებთ, რამე თუ თავადაც ღირსნი გავხდებით იმისა, რომ ვიყოთ ნაძირლების რიცხვში. ეს საბრალო უმცროსი ძე ვერ ხვდებოდა, რომ ჩვენ არ ძალგვით ვემსახუროთ ორ უფალს, არ ძალგვით ვემსახუროთ ღმერთს და მამონას. ორიდან ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ. ან ვემსახუროთ ღმერთს, ან ვემსახუროთ მამონას. ესე იგი სიმდიდრეს, ესე იგი ხორცს, ესე იგი მის ვნებებსა და ავხორცობას. საჭიროა ორიდან ერთი აუცილებლად ავირჩიოთ. საშუალო არ უნდა იყოს. ამის შესახებ ვკითხულობთ ქრისტეს დიდი მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის კათოლიკე ეპისტოლეში. ნუ გიყვარ სოფელი ესე, ნუცა ღარაი არს სოფლისაი ამის. უკვე თუ ვისმე უყვარდე სოფელი ესე, არა არ სიყვარული მამისაი მისთან. არ გიყვარდე სოფელი, არ გიყვარდე სიამენი სოფლისა, არ გიყვარდე სიტყვება და ნეტარება ხორცისა. რამე თუ ყოველივე სოფელს ეშინა, ესე არს გულის თქუმაი ხორცთაი და გულის თქუმაი თვალთაი და სილაღი ამის ცხოვრებისაი და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს. თვალი ჩვენი გვაცდუნებს სამარცხვინო ხილვებითაც და იმის ხილვითაც, თუ როგორ ბრწყინვალე ცხოვრობენ მდიდარი ადამიანები, შორს მდგომნი ღვთისაგან, ქრისტესაგან. ეს არის ავხორცობა თვალის. ცხოვრებისეული ქედმაღლობა იღვიძებს ჩვენში,
როდესაც წარმატებებს ვაღწევთ ამ გზაზე. ვერცხლის მოყვარეობით დავსნეულდებით. ვერცხლის მოყვარეობა კი საფუძველია ყოველი ბოროტებისა. რამე თუ ის გვამოძრავებს მრავალი ცუდი საქციელისა და დანაშაულის ჩადენისკენ და საბოლოოდ მივყავართ უმძიმეს ვნებამდე, ქედმაღლობამდე, რომელიც სულიერი დაღუპვაა. ასე ბრძანებს წმინდა მოციქული იოანე. ახლა მოისმინეთ ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, ღირსი ანტონი დიდის სიტყვები. მოიძულე ყველაფერი მიწიერი და ხორციელი, თორემ ისინი ღვთის მტრად გაქცევენ. როგორც ის ადამიანი, რომელიც თავგამოდებით ებრძვის მის სასტიკ მტერს, ჩვენც მთელი ძალით უნდა ვებრძოდეთ საკუთარ სხეულს, რომ მის განცხრომას არ მიეცეს. მოიძულე ყველაფერი ამსოფლიური და ხორცის განცხრომა, რადგან ეს ყველაფერი ღვთის მტრობამდე მიგიყვანს. გესმით, რომ სიყვარული ყოველივე ამა სოფლისა და სიამენი ხორცისა ღმერთის მტრებად გვაქცევენ ჩვენ. სხვა ადგილას წმინდა ანტონი დიდი ასე ამბობს: ნუ ივლით თქვენს თვალთა ბილწი გულის თქმის კვალად და ამით ნუ დაუძლურდებით გულით, რადგანაც ბოროტი სურვილები განრყვიან გულს კაცისას და გონებასაც დაუბნელებენ. ამიტომ განიშორეთ თავისაგან გულის თქმაი თვალთაი, ჩვენს სახელდელთაგან მომდინარე სურვილები და ცდუნებანი, რათა არ განარისხოთ თქვენში დამკვიდრებული სული ღმერთისა. მარად სიწმინდისათვის ვიღვაწოთ ისე, რომ სიკვდილსაც არ ვრიდოთ და ყოველ მხრივ დავიცვა თავი ბილწ გულის თქმათაგან. ასე ამბობდა დიდი წმინდანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ ღმერთს მიუძღვნა. ასე ამბობს ყველა მისი მსგავსი ურიცხვი ღვთისმოსავი მოღვაწეც. განდეგილები, ბერები. მათ სძულდათ საკუთარი სხეული, საკუთარი ხორცი, სძულდათ ამა სოფლის ყველა სიამი, ყოველი სიტურფე და მომხიბლელობა, ყველა ცდუნება სოფლისა. ისინი თავიანთ სხეულს ამათრახებდნენ, როგორც საპალნე ცხოველს, როგორც ზარმაც და ურჩმონას. ისინი აუძლურებდნენ საკუთარ ხორცს მარხვითა და მღვიძარებით და ასე აღწევდნენ სულის მბრძანებლობას სხეულზე. ისინი აღწევდნენ იმას, რის შესახებაც ბრძანებს პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში. ხოლო ამას გეტყვი, სულითა ვიდოდეთ და ხორცთა გულის თქმასა ნუ აღასრულებთ. რამე თუ ხორცთა გული უთქვამ სულისათვის და სულსა ხორცთათვის და ესენი მხდომ არიან ურთიერთას, რაითა არარაიგი გინდეს მას ყოფდეთ. უკვე თუ სულითა იქცეოდით, არა ხართ სჯულსა ქვეშე, ხოლო ცხად არიან საქმენი ხორცთანი, რომელ არიან სიძვანი, მრუშებანი, არაწმინდებანი, ბილწებანი, კერპსახურებანი, მწვალებლობანი, მტერობანი, ხდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, ჩფოთებანი, შურნი, კაცის კვლანი, ლირწებანი, თვრალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათი, რომელსაც წინასწარ გეტყვი თქვენ, ვითარცა პირველ გარკულ, ვითარმე ესევით არისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრო. ხედავთ იმგვარადვე სრულიად გარკვევით ამბობს წმინდა მოციქულიც იმის თაობაზე, რაზეცაც ბრძანებდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვერ ხელეწიფების ღმრთისა მონება და მამონაისა. არ შეიძლება ერთდროულად ვემსახუროთ ხორცსა და სულსაც. ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ და ყოველი ადამიანი აკეთებს თავის ბედის გადამწყვეტ ამ არჩევანს. ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ამჯობინებს ემსახუროს ხორცს და არა სულს. მე სულ ახლახან მოგითხრეთ იმ დიდი ღირსი მამების შესახებ, რომლებიც ღვთისმოსავობის დიად საგმირო საქმეში ემსახურებოდნენ მხოლოდ სულს და არა ხორცს, ხოლო მათი საპირისპირონი არიან პირუტყვს მიმსგავსებული, მხეცს მიმსგავსებული ადამიანები საკუთარ ვნებებსა და ავხორცობას რომ ემსახურებიან, ადამიანები, რომლებიც იმისათვის, რომ ხორციელი სიამოვნება მიიღონ, არაფრის წინაშე უკან არ იხევენ, თავიანთი ახლობლების მკვლელობის წინაშეც კი. ესენი ხორცისმიერი ადამიანები არიან, სრულიად საპირისპირონი სულიერი ადამიანების. ამ ორ უკიდურეს გულის თქმას შორის კი იმყოფება ადამიანთა მასა, ის მასა, რომელიც თუმც არ სჩადის არავითარ ბოროტებას და დანაშაულს, მაგრამ სულის უზენაეს სწრაფვას სხეულის ავხორცობას ამჯობინებს. ამ ადამიანებს შორის არის მრავალი ურწმუნო, სულიერი სამყაროს არსებობის უარმყოფელი, რომლებიც არარად მიიჩნევენ ქრისტეს სახარებას
და უპირატესობას ანიჭებენ თავიანთი გონების კარნახით ცხოვრებას. მიდიან თავიანთი გზით, ფართო და გათელილი გზით და არა ქრისტეს ვიწრო, მწუხარე გზით. ესენიც მსახურნი არიან ხორცისა, რადგანაც სულზე არ ფიქრობენ. ასეთები ბევრნი არიან, საშინლად ბევრნი და ჩვენ ცხარე-ცრემლებს უნდა ვყრიდეთ მათზე. ახლა კი შევხედოთ მათ, რომლებიც მახლობელნი არიან მარჯვენა ფრთისა, მთელი არსებით სულის მსახურთა. მათი, რომლებიც ავსებენ ჩვენს ტაძრებს, როგორც თქვენ ახლა, რომლებსაც სწამთ ღმერთისა და სულიერი სამყაროსი და ხსნას ეძიებენ და ღმრთის სასუფევლისაკენ ისწრაფიან. რას ვიტყვით მათზე? ვიტყვით, რომ მრავალი მათგანიც გაცილებით მეც ემსახურება საკუთარ სხეულს, ვიდრე სულს. უფრო ხორცის საქმეებს აკეთებენ, ვიდრე საქმეებს სულისას. მათ შესახებ ასე ბრძანებს პავლე მოციქული. რამე თუ რომელსა იგი ვიქმ, არა ვიცი, რამე თუ არა რომელი იგი მემნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი იგი მძულს, მას ვყობ. რამე თუ უწყი, ვით არმედ არარაი დამკვიდრებულ არს ჩემთან, ესე იგი არს ხორცთა შინა ჩემთა კეთილი. რამე თუ ნებაი იგი წინა მიცმე, ხოლო საქმეთ კეთილისამის არა ვყოვებ. რამე თუ არა რომელი იგი მნებავს კეთილი, მას ვყობ, არამედ რომელი იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. და უნდათ რომ სიკეთეს მსახურებდნენ, მაგრამ ხორცი მათ ქვემოთ ეკაჩება. უნდათ ცხოვრება სულითა, მაგრამ მათში სუსტია სულიერი ცხოვრება. რადგან როგორც თუჯის სიმძიმე, ისე გადასწონის და ქვემოთ მიათრევს მათ ხორცი. ბრძანებები ხორცისა, ავხორცობა სხეულისა და ხორციელი ვნებები. და ცხოვრობენ ისინი საშინელი გაუორებით საკუთარი სინდისისა. ცნებათა შესრულებისკენაც ისწრაფიან და ღმრთის სასუფეველზეც ფიქრობენ. და სურთ კიდეც მსახურება სულისა და არა ხორცისა. მაგრამ სუსტია სული მათი და ძლიერი და მბრძანებლურია ხორცი. და სიმძიმე ხორცისა ქვემოთ ეკაჩება მათ და საშუალებას არ აძლევს აღიმართონ და აღვიდნენ მაღლა ცისკენ ღმრთისაკენ. საშუალებას არ აძლევს იცხოვრონ ქრისტეს მცნებების მიხედვით. ხელს უშლის იცხოვრონ ისე, როგორც ისურვებდა სუფთა სული. აი სწორედ ასეა დაყოფილი კაცობრიობის მთელი მოდგმა. ისინი, ვინც ძლიერნი არიან სულით და სხვანი, ვინც ძლიერნი არიან ხორცით. და ამ გაორებაზე, რომელიც ღმრთის მორწმუნეთა გულებშიც არის გამეფებული, იგვითითებს ჩვენ უფალი იესო ქრისტე თავის დიდებულ იგავში. ჩვენ ყველანი მსგავსნი ვართ უძღების შვილისა. ყველანი მივისწრაფით სიტყვებისა და სიამოვნებებისკენ. ყველა ჩვენგანს უმძიმს მსახურება სულისა. არ გვსურს ვიმარხულოთ, არ გვსურს ვილოცოთ ხანგრძლივად, არ გვსურს ჩვენი ფიქრები ქრისტეს მცნებებისკენ მიმართოთ. ჩვენს თვალთა წინაშე განურიდებლად არ დგას ჯვარი ქრისტესი. ჩვენს წინ გამუდმებით ვერ ვხედავთ ღვთაებრივ მოწამეს, რომელმაც ჩვენი ხსნისათვის თავისი სისხლი ჯვარზე საშინელ ტანჯვაში დაათხია. ვილოცებთ ღვთის მიმართ, გავიხსენებთ მას, მერე კი ისევ ვივიწყებთ. ცხოვრობდა თლად ხორცის მსახურად ქცეული უმცროსი ძე ღორებთან ერთად. ცხოვრობდა იმ ადამიანებს შორის, რომლებთათვისაც სრულიად უცხოა მსახურება სულისა, რომლებიც მეტისმეტად დაცემულნი არიან. ჩვენ კი არ გვინდა, რომ ვიცხოვროთ მათთან ერთად, ვინც უფრო მახლობელია ღმრთისა. არ გვინდა, რომ გონს მოვეგოთ, როგორც მოეგო გონს უძღების შვილი. მივატოვოთ მსახურება ხორცისა და მთელი გულით, ღრმა სინანულის გრძნობით, მივმართოთ ზეციურ მამას და უთხრათ: მამაო, ცოდეც არ მიმარდა წინაშე შენსა. ახლა კი მოვედი სინანულით. მიმიღე არა ვითარცა ძე და მემკვიდრე შენი, არამედ მიმიღე ვითარცა მონა შენი. და თუ კი ასე მოვიქცევით, მოხდება ისე, როგორც იგავში იყო. ზეციური მამა თავად ისწრაფებს ჩვენს შესახვედრად მოსვლას, მონანულებთან მოსვლას, მოგვეხვევა და გულში ჩაგვიკრავს მრუშებსა და შეჩვენებულებს. ყველაფერს მოგვიტევებს და ლხინს გადაიხდის, ლხინს სიხარულისას. რამე თუ თქმულია, რომ ზეცაში იქნება დიდი სიხარული ერთი ცოდვილი სინანულისთვისაც. და ჩვენ ყველანი ვიყოთ ასეთივე მონანული ცოდვილი და გულში ჩასაკვრელად თავის მკლავებს გადაგვიშლის ღმერთი, რომელიც არის სიყვარული და მიტევება ყოვლისა ცოდვისა. და მისგან იყოს მიმართული ყოველი ფიქრი და ზრახვა ჩვენი. და მას მიუძღნა ცხოვრება ჩვენი. ამინ.
შეგვეციოს წმინდა ლუკა ყირიმელი და ღმერთმა მოგმადლოს სიბრძნე, რომ მისი ეს საოცარი სიტყვა ჩვენს გულებში ღრმად დავიმარხოთ, რომ განსაკუთრებით ამ მარხვაში სულიერი სარგებელი მივიღოთ. ნახეთ როგორ ამბობს წმინდა ლუკა, რომ სუსტია ჩვენი სული და ძლიერი და მბრძანებელი ხორცი. აი მარხვის დაწყების წინ ამაზე კარგი ესე ვთქვათ ახსნა თუ რა საჭიროა მარხვა, ალბათ არსად არ მოიძებნება. მარხვის დასაწყისში თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ ეს რომ ჩვენში ხორცი არის მბრძანებელი. ნახეთ პავლე მოციქული რას ამბობს, რომ ვაკეთებ არა იმას, რაც მინდა, არამედ საკუთარი თავის საზიანოს. და მართლაც რა ხშირად არის ხოლმე, რომ აი როდესაც აღსარებაზე დავждებით, ან ისე როდესაც ჩავფიქრდებით ხოლმე საკუთარ სულიერ ცხოვრებაზე და რაღაცნაირად ესეთი კითხვა გვიჩნდება მართლა ჩვენს, რომ კაცო, არ გვინდა ეს ყველაფერი. აი რომ კითხოს კაცმა არ მინდა, რომ ისე ვიქცეოდე, როგორც ვიქცევ. არ მინდა რომ რისხანე ვიყო, თქვა და არ მინდა რომ უსამართლოდ ვიქცეოდე. მაგრამ დადგება მომენტი და სწორედ ისე ვიქცევი, როგორც არ მინდა. მინდა რომ ლოცულობდე, მინდა რომ დილას ადრე ავდგე, შევასრულო მეტანიები, ღმერთს მადლობა შევწირო, წავიკითხო ლოცვა, წავიკითხო სახარება. მინდა ეს ყველაფერი, მაგრამ მოვა დილა და ამ ყველაფერს ვერ ვაკეთებ. ან არ ვაკეთებ. და ამ დროს ჩვენ არ ვიტყუებით, მართლა გვინდა ეს. და მართლა არ გვინდა ის, მეორე. არ გვინდა რომ თქვათ მაგალითად სასმელის მონები ვიყოთ. არ გვინდა არც ერთ ადამიანს არ უნდა თხრებოდეს და ადამიანისთვის შეუფერებელ სახეს იღებდეს მერე. მაგრამ ვატყობთ რომ ამას ხშირად ჩავდივართ. აი არ გვინდა ხო რომ რისხანების დროს მართლა რას ვემსგავსებით ადამიანები ვიდეო რო გადაგვიღონ მერე შეგვწყვება ალბათ ჩვენი თავის ისეთ დუჟებს ვყრით ხოლმე. არც ჩვენთაგანს ამის გაკეთება არ გვინდა. არც ჩვენთაგანს არ გვინდა ვიტყუებოდეთ და მათყუ არა ადამიანი, აი რომელიმეს რო ვკითხოს ეხლა გინდა მათყუ არა იყო, ყველა არ გვინდა. მაგრამ სამწუხაროდ რაღაცა მომენტი დადგება და ესე ვიქცევით. აი სწორედ ამას უსვევს ხას მინდა მღვდელმთავარი და გვეუბნება რომ ნახეთ როგორ ნათლად ჩანს ვინ არის ბატონი ჩვენში. ხორცი თუ სული და ესენი ერთი მეორის მტრები არიან. ესენი ერთი მეორის მტრები არიან. დაცემამდე სანამ ადამიანი დაეცემოდა ცოდვა, მანამდე სული ბატონობდა ხორცზე. და როგორც სულს უნდოდა, ისე იყო ყველაფერი, მაგრამ დაცემის შემდგომ სამწუხაროდ ადამიანმა საკუთარ თავში ხორცი გაამეფა. და ეს როგორ ხდება? ცოტა-ცოტაობით. ადამიანი პირდაპირ ისეთი კი არ ხდება, როგორებიც დღეს ჩვენ ვართ, თქვა. ეს ყველაფერი თუ აი გულწრფელად, პირუთვნელად დაუფიქრდებით ჩვენ ცხოვრებას, ნახავთ, როგორ ნელ-ნელა მოვაძლიერეთ ხორცი ჩვენ თავში იმ დონემდე, რომ უკვე მერე ვეღარ ვაკონტროლებთ. აი მარხვას სწორედ რაზე დავიწყეთ ამაზე საუბარი, მარხვის არსი და მნიშვნელობა სწორედ ეს არის, რომ ხორცს შეებრძოლოს ადამიანი. აი ანტონი დიდის მაგალითი მოიყვანა წმინდა მღვდელმთავარმა. ეს რა თქმა უნდა უდიდესი მაგალითი არის. ჩვენ ახლა აქამდე რა თქმა უნდა ვერ მივალთ, მაგრამ მიზნად ხო უნდა გქონდეს ეს დასახული. უნდა ვიცოდეთ, ადამიანმა ეს უნდა გაიაზროს პირველ რიგში, რომ ხორცს რაც უნდა ის სულისთვის საზიანო. და სულს რაც უნდა ის ხორცს ასუსტებს. მარხვის არსი და მნიშვნელობა ამაში არის. თუ ადამიანს არ უნდა რომ
ზოგიერთ არის ხოლმე ესე ხდება რომ ადამიანი დაბნეულია მარხვას რო იცავს და ცოტა რაღაცა გაუჭირდება თავბრუსხვევა დაეწყება ოდნა მე იმას კი არ ვამბობ ხა გონს კარგავს და რაღაცა იმ წუთა სითხოს რაღაცა უნდა დამიმატოთ რომ არსიც ამისი ამაში არის რომ უნდა გიჭირდეს უნდა წვალობდე აბა ჩვენ რა გონია რომ აი ღირსმამებზე რო კითხულობთ მათ ცხოვრებას რომ ჭამდნენ თქვათ ბალახს მარტო თქვენ ფიქრობთ რომ მათ ეს ულხინდათ და ეს იოლი იყო მათთვის არა საშინელ შიმშილს განიცდიდნენ საშინელ წყურვილს განიცდიდნენ თქვენ როგორ ფიქრობთ რომ აი თუნდაც ხო რამდენ წმინდათა ცხოვრებაში გვაქვს ნანახი რომ წყალი რამოდენიმე კილომეტრზე ქონდათ და არ მოყავდათ ახლოში წყალი რატომ გონიათ ეხალისებოდათ ტანჯვა წამება არა მაგრამ ეს რა თქმა უნდა კიდე ერთხელ ვიმოვიდეს არის უმაღლესი დონე ესე ვთქვათ სულიერი ცხოვრებისა ხო როდესაც ადამიანი უკვე საბოლოოდ იმორჩილებს ხოლმე მაგრამ ამით ჩვენ ხომ უნდა წარმოდგენა შეგვექმნეს ანუ რა არის ქრისტიანობა აი როგორი სულის კვეთება უნდა კონდეს ქრისტიანს ძალიან ისეთი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ ძველი ქრისტიანები სკამს იმიტომ აკეთებდნენ რომ ზედ ჩამომჯდარიყვნენ და ჩვენ სკამს იმიტომ ვაკეთებთ რომ მაქსიმალურად კომფორტულად ვიჭდეთ რბილი უნდა იყოს მორგებული უნდა იყოს ფართო უნდა იყოს უკვე რაღაც ისე დონეზე მივიდა რომ აი მასაჟები უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ ხო ლოგინი იმისთვის იყო რომ დაღლილი დაკანცული ადამიანი ზედ დაწოლილიყო დღეს ლოგინს ისეთ მოთხოვნებს უყენებთ ხდებით ხო რისი თქმაც მინდა ანუ მიმართულება ადამიანის გონებისა წესით აქეთ უნდა მიდიოდეს რომ ლოგინის მნიშვნელობა უნდა კონდეს და მეტი არაფრის აი ეშმაკი რო შემოგიძრება და გეუბნება რომ ამ ლოგინს ახლა კიდე რაღაცეები უნდა დაუმატო რომ კომფორტულად იყო უნდა მიხვდე ქრისტიანმა და ის მაინც უნდა თქვა რომ მოდი რა ამას არ ვიზამე და საჭიროა მიხვდით და ასე შემდეგ კი ანტონი დიდისავით ვერ ვიქნებით ვერც მაკარი დიდისავით ვერ ვიქნებით ხო რა თქმა უნდა და ვერც თუნდაც პაისი ათონელივით ვერ ვიქნებით აი წარმოიდგინეთ პაისი ათონელი თავისი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში დღეღამეში 9 საათს იძინებდა და თქვენ გონიათ რომ მას ეს ეხალისებოდა და ეს უბრალოდ ესე იყო არა წვალობდა განიცდიდა ესე მიიღწევა ის რაც ჩვენ ყველას ერთად მოგწონს აი რომ წავიკითხავთ და აღვფრთოვანდებით პაისი ათონელის მისი სიბრძნით უმარტივესი სიტყვები იგივე სიტყვებს რომელსაც ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკებით მაგრამ მისი პირიდან რომ მოისმენ ამას რაღაც სხვანაირად ხდება გულს იცით რატომ იმიტომ რომ სულიერი არის მისი სიტყვა ჩვენი სიტყვა ხორციელი მისი სიტყვა სულიერია და ეს სულიერება რითი შეიძინა სწორედ აი ესეთი დამოკიდებულებით საკუთარი თავისად ეხლა ძალიან გთხოვთ ხო რომ აი ეს ყველაფერი ეს უნდა გასალაშინდეს არ შეიძლება ერის კაცმა ეხლა მოინდომოს ისეთი ცხოვრება როგორიც პაისი ათონელს ჰქონდა ან ანტონი დიდს ჰქონდა ამას ვერ შეძლებს ერის კაცი ესეთი რამე თუ ვინმეს უნდა ამისთვის არსებობს მონასტერი არსებობს სულიერი ცხოვრების ესე ვთქვათ სრულყოფილების ადგილი და იქ უნდა მივიდეს ადამიანი მაგრამ გასალაშინებაში რაც გულისხმობ დამოკიდებულება და საერთო აზრი ცხოვრებისა ერთნაირია სახარება ქრისტეს არ დაუწერია ცალკე მონაზვნებისთვის და ცალკე ჩვენთვის ესეთი რამე ხო არ ყოფილა მცნებები მათთვისაც და ჩვენთვისაც ყველას ერთია ამიტომ ზოგადი მიმართულება ადამიანის ცხოვრებისა უნდა იყოს ერთნაირი მერთმა შეგვაძლებინოს ეს აი ხა დგება მარხვა მოდის საოცარი პერიოდი ყველა ადამიანის ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში პერიოდი როდესაც თითქოს თავისთავად ღმერთი თვითონ გვეკაჩება სულიერი ცხოვრებისკენ სულიერი განწყობისკენ რაღაცა ისეთი განწყობა დგება ხოლმე რომ ადამიანს რა თქვათ იმ სულიერ მდგომარეობამდე სხვა დროს ვერ მიდის რაღაც ამ მარხვაში თავისთავად ღმერთი გვაძლევს ხოლმე ამ მადლს და გამოვიყენოთ ეს მადლი მართლა ყოფილიყო სინანულისთვის ეს მარხვა და თითოეული ჩვენთაგანისთვის ნუ რავი ნუ მოვერიდებით რომ საკუთარ თავში უძღები შვილი დავინახოთ
არ შეიძლება ეს. Პირიქით, სწორედ ის იქნება სწორი ჩვენში, რომ დავინახოთ უძღებიშვილი ჩვენ თავში. იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი ესეთი არის. და რომ დავინახავთ ამ უძღებშვილს, მერე საკუთარ თავში ძალა ვიპოვოთ, რომ იგივე სიტყვები წარმოვთქვათ, რაც უძღებმა შვილმა თქვა. ამით დაამთავრა წმინდა მღვდელმთავარმა ხო თავისი გადაგება, რომ ჩვენც უნდა მივიდეთ უფალთან და უთხრათ, რომ უფალო ზედ კი არ მიმიღო და მე მკვიდრეთ, მონად მიმიღე. ოღონდ ეს მხოლოდ სიტყვები არ უნდა იყოს, ეს გულიდან ამოსული უნდა იყოს, ასე უნდა ფიქრობდეს ადამიანი. აბა რომელი ჩვენთაგანი ვფიქრობთ ახლა ასე? თითოეული ჩვენთაგანი ხომ სამწუხაროდ რომ დავდივართ ფარისევლები მოძრაობ სულ და სულ ვიღაცაზე უკეთესი გგონია ჩვენი. ხო ესეა ახლა თვალი გაუსწოროთ უნდა სიმართლეს რომ რაღაცნაირად კი ცუდი ვარ, მაგრამ უცბად შვებას ვიპოვით ხოლმე ისეთი ცუდი ხო არა ვარ. აი ის ხო არ გამიკეთებია. ამას შეიძლება წამიერად გაიელვებს ხოლმე ჩვენ თავში, მაგრამ ისეთ სიამოვნებას მოგვიტანს ხოლმე ეს ფიქრი, რომ ყველაზე ცუდი არა ვარ და ვიღაცაზე კარგი მაინც ავარ. აი უნდა დავიჭიროთ ჩვენი თავი, რომ ჯერ ესე იგი წარმოიდგინეთ ფარისევლის დონეს არ გამცდარვართ. ვინღა სად ვიპოვით ახლა ჩვენ უძღებიშვილის ცოდვის გააზრებას. რა თქმა უნდა ვერა. ჯერ ფარისევლობიდან უნდა გამოვიდეს ადამიანი. ჯერ უნდა მიხვდეს სად არის, როგორია, ეს უნდა გაიაზროს და მერე შეიძლება უძღებიშვილივით გონს მოეგოს. უძღებიშვილზეც როგორ წერია, მოეგო თავსათვის. ანუ მანამდე დაბნეული იყო, არ ფიქრობდა ამ ყველაფერზე და მერე როდესაც მოეგო თავის თავზე, მერე დაფიქრდა. ჩვენც ესე უნდა ვიყოთ, უნდა მოუბრუნდეთ საკუთარ თავზე, უნდა დავფიქრდეთ ცოტა ამ ცხოვრება ისეთი ტემპით წავიდა, ისეთი სიჩქარით, რომ არათუ ერისკაცებს მღვდლებს აღარ აქვს ძალიან დასაფიქრებლად მე მგონი უკვე კაცო და ჩვენც ჩავერთეთ ამ ერული ცხოვრების იმაში, ის არის გასაკეთებელი, ეს არის იმდენი რაღაცეებია გასაკეთებელი. სულისთვის ჩვენ ვეღარ ვიცვლით მე მგონი ერისკაცზე ვინღა ლაპარაკობს. მაგრამ რაღაცნაირად აი ეს დრო მარხვის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ დავფიქრდეთ. ჩვენ სულებზე დავფიქრდეთ, იმიტომ რომ ნახეთ როგორ გითხრა წმინდა მღვდელმთავარმა, რომ ამ გადაწყვეტილებას სულს ემსახუროს თუ ხურს ემსახუროს და როგორი გადაწყვეტილება დაარქვა. თავისი საკუთარი ბედის გადამწყვეტი დაარქვა ამ გადაწყვეტილებას. ნახეთ, თითოეული ჩვენთაგანი, როდესაც იღებს ამ გადაწყვეტილებას სულს ემსახუროს თუ ხორცს ემსახუროს, ამითვე გადაწყვეტს საკუთარ საუკუნო ბედს. ერთმა შეგვაძლებინოს მისი კაცთმოყვარებით. ყველა წმინდანის დედა ღვთისმშობლის შემწეობით ერთმა შეგვაძლებინოს, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. რომ უფრო ხშირად სასწორი სულისკენ იხლებოდეს ჩვენში ვიდრე ხორცისკენ. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, სამწუხაროდ ისე ვართ დაშორებული ამ ყველაფერს, რომ სულიერი ცხოვრება, რასაც ქვია, იმისგან ძალიან შორსა ვართ ჩვენ. მაგრამ ის მაინც ხო შეგვიძლია, რომ ვიბრძოლოთ, რომ რაც შეიძლება მეტი წავართვათ ხორცს. ცოტა ფიქრის დონეზე მაინც ვიფიქროთ ხოლმე. თუ ვიფიქრებთ, მერე სურვილიც გაგვიჩნდება. თუ სურვილი გაგვიჩნდება, მერე საქმემდე უკვე ერთი ნაბიჯი არის. ერთმა შეგვაძლებინოს ეს უფალმა. გაგვეცოთ და